ოჯახი, რომლის ყველა წევრი სცენასთან არის დაკავშირებული. მედია ჩახავა და კოტე მახარაძე. მოცეკვავე მაკა მახარაძე და მისი მეუღლე სცენოგრაფი მურაზ მურვანიძე. ასევე რეჟისორი თემურ ჩხეიძე და ასევე მათი შვილები. სამივე თაობის წარმომადგენლები ხშირად აღნიშნავენ, რომ ხელოვნება საუკეთესო მიზეზია იმისთვის, რომ ოჯახის წევრებს ერთმანეთის კარგად ესმოდეთ. მსახიობი მშობლების გარდა მაკა მახარაძეს ბავშვობიდან ხელოვანთა ცნობილ წრეში უწევდა ყოფნა. ეს კი იმ სახლში ხდებოდა, რომელშიც ჩახავა მახარაძის ოჯახის გარდა ქართული თეატრისა და კინოს სხვა წარმომადგენლებიც ცხოვრობდნენ. მე გავიზარდე სახლში, სუმთლად დაბადებიდან იქ არა, მაგრამ გავიზარდე სახლში, ეს იყო შემოქმედებითი ინტელიგენციის სახლი, სპეციალურად აშენდა ალბათ ამისთვის და საოცარი ხალხი ცხოვრობდა იმ სახლში. ჩვენ ერთ იმაზე ცხოვრობდით სართულზე. ჩვენ, ესე იგი, და მოპირდაპირე მხარეს ქალბატონი ლიანა ასათიანი, ბატონი გუგული თორაძე, ლექსო თორაძე და ერთად გავიზარდეთ. ნინო თორაძე თავისთავად მე მახსოვს ის მომენტიც კი, მახსოვს როცა ქალბატონი ინოლა გურგულია მოდიოდა ბატონ გუგულისა და ამ სიმღერას დღე პირველ დღე უკანასკნელიდან აკეთებდნენ ერთად. აი ეს მახსოვს და კედელი ყოფდა. ჩვენს ქვევით ცხოვრობდა პროფესორ ჩვენ ცხოვრობდით მათზევით ჩვენს ქვევით არ შეიძლება ქალბატონი სესილია თაღაიშვილი ვინმეს ქვევით რომ იყოს, მაგრამ პირველ სართულზე ცხოვრობდა. ბატონი მიხეილ თუმანიშვილი, ეროსი მანჯგალაძე, მედეა ჯაფარიძე და რეზო თაბუკაშვილი. საოცარი სახლი იყო, საოცარი და ეს ბავშვებიც ერთად ვიზრდებოდით, ესე იგი ჩვენ ამ შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლების და ტელევიზორი იყო ერთი ეზოში. და ეს ჰქონდა ქალბატონ სესილიას საწყალი, რა დღეში იყო. იმიტომ რომ მთელი ეზოს ბავშვები იქ მივდიოთ, ეხლა მაუწყებლობა იყო სულ რამოდენიმე საათი. თქვენ რა იცით, მაგრამ მე ხო ვიცი. ეს იყო რაღაცა მგონი 6-დან 8-მდე თუ 10-მდე თუ რაღაცა და აი ეს პერიოდი მთელი ეზო ვიყავით ქალბატონ სესილიასთან. თავიდან საწყალ თავბეც იწყებდი და პატარა ამხელა ეს ეკრანიანი რეკორდი იყო. მერე გაუკეთეს რაღაც გამადიდებელი შუშა წინ, მაგრამ მერე თანდათან ყველამ შეიძინა ტელევიზორი და ამდენად ეს აღარ იყო ქალბატონ სესილიას კისერზე. სივიწროვე იყო, ოჯახები იზრდებოდა, ვიღაცა მაშინ გაყიდვა არ შეიძლებოდა ბინების გაცვალეს, ჩვენც მათ შორის გავცვალეთ, გამოცვალეთ ქალბატონ ლიანა ბატონი გუგული გადავიდნენ ჯერ თავიდან. და ესე ჩვენი ურთიერთობა არასოდეს არ ჩვენი ურთიერთობა არ გამწყდარა, მაგრამ ასე მოხდა, რომ ერთად აღარ ცხოვრობდით. მაგრამ ეს მეგობრობა შემორჩენილი გვაქვს მიუხედავად იმისა, რომ ლექსო სხვა კონტინენტზე ცხოვრობს, ნინოც პრაქტიკულად სხვა კონტინენტზე, კუნძულზე უბრალოდ დიდ ბრიტანეთში. ხო და მაგრამ როცა ჩამოდიან ჩვენ ეს ყოველთვის რაღაცა ცრემლებით, რა თქმა უნდა, მე უკვე ყველაფერზე მეტირებათან და იმათაც. მსახიობი მშობლებისგან როგორც თავად ამბობს, ბევრი რამ ისწავლა. მათთან ერთად ჯერ კიდევ ბავშვობაში სცენაზეც კი იდგა. მედია ჩახავასა და კოტე მახარაძის გავლენა მოგვიანებით უკვე პროფესიის არჩევანზეც აისახა. მთავარი მიმართულების საბალეტო ხელოვნების გარდა მაკა მახარაძემ საკუთარი ძალებით თეატრშიც არაერთხელ მოსინჯა და კინოშიც.
როგორც წესი ცნობილი მშობლების შვილს პრივილეგიებიც ჰქონდა, რაც დღემდე გრძელდება. პრივილეგიები როგორ არ მქონდა. მე ეხლაც ბავშვობიდან მოყოლებული ამ ასაკამდე მოსული აგერ ყველგან ხდება ყველა გზად და ხიდად რო იტყვიან ჩემი მშობლებისადმი დიდი სიყვარული. და ეს ისეთი ბედნიერებაა, ნუ არ ვიცი, მე ხანდახან მეკითხებია რომ არ გაღიზიანებთ ეს, როგორ შეიძლება ამან გაგაღიზიანოს. ბავშვობიდან ცაცა არ უნდა მივსულიყავით, მარტო ვიქნებოდი და იტყოდნენ რომ ამათი შვილი ვარ თუ მათთან ერთად მით უმეტეს. იქნებოდა ეს ექიმი თუ სახმართველობა თუ რა ვიცი ყველგან. დღემდე ეს მე თან მომყვება, ეს დიდი ბედნიერებაა. ამას ინაც სწორედ წავიკითხე სხვა შორის მამას ინტერვიუში რაღაცა ძველი ინტერვიუ შემხვდა და იყო პოპულარულიო ძალიან ადვილია, მით უმეტეს დღეს ორჯერ გამოჩნდები ტელევიზორში და უკვე ძალიან პოპულარული ხარ და აი დაიმსახურო ხალხის სიყვარული და შეინარჩუნო ეს. აი ეს ძალიან ალბათ ძნელია, მაგრამ ჩემ მშობლებს ამისთვის ახლა რო გითხრათ არ უმუშავიათ. ესე გამოვიდა თავისთავად, ხო? მედია ჩახავას კარგად ახსოვს, როგორ იზრდებოდა მაკა მახარაძე, ისე როგორც მისი ძმები ივიკო მახარაძე და თემურ ჩხეიძე თეატრის კულისებში. სპექტაკლებიდან მსახიობი დედის და მამის ტექსტებიც ზეპირად იცოდა და მიზანსცენებიც. ამის გარდა თეატრი მომავალი ბალერინასთვის თურმე საუკეთესო სატყუარაც კი იყო იმისთვის, რომ კვებაზე უარი არ ეთქვა. გაწამებული ვიყავით იმით, რომ არ ჭამდა დილას რო ლუკმას აქ ჩაიდებდა, ეს აღამო მქონდა. და სადილზე რო უნდა ეჭამა და სხვათ ვახშმად ბოდიშს ვიხდი და ამას გამოაგდებდა პირიდან და ეს იყო და ეს მისი ჭამა. და გაწამებული ვიყავი ამისაგან და ესე იგი ერთგვარი მოსახიბლი ამბავი იყო, რომ აი თეატრში წავიყვანდი. მედია ჩახავა იმასაც ამბობს, რომ ოჯახის წევრები გარკვეული თვისებებით ერთმანეთს ძალიან გვანან. ამიტომაც ყველა მათგანმა სცენაზე ცეკვასა და ხელოვნებაზე გააკეთა არჩევანი. მაკა მახარაძის მსგავსად მისი ოჯახის სხვა წევრებიც საკუთარ თავს კულისების შვილებს უწოდებენ. სცენის მიღმა გატარებული ბავშვობისა და ამავე სცენასთან დაკავშირებული ყველაზე მნიშვნელოვანი შთაბეჭდილებების გამო. აი, სულ ყველა ერთნაირები არიან, იცით? ერთნაირები, უჭმელები. პაჩკაში დაბადებულები თუ არა, ყოველ შემთხვევაში ფეხი აიდგეს თუ არა, უკვე პაჩკა უნდოდათ, უკვე ცეკვა უნდოდათ. მაკა არასოდეს არ იტყოდა, რომ რაღაცა მტკივა და ესა. ცეკვით ამბობდა, მაკა რომ ცეკვით, ასე ცეკვავდა და ვაიმე თავი მტკივა, ვაიმე ყელი მტკივა და თურმე გაციებულია ბავშვი და მისახედია და ეს მაინც ცეკვავდა. მე, ჩემი ძმები, ჩემი შვილები, ჩემი სიძე გაიზარდა კულისებში. მერაბ თავაძის და იზა გიგოშვილის ვაჟი გახლავდა. მე ყველა კულისების ბავშვები ვართ. ამდენად აი ჩვენს ოჯახში რაღაცა ძალიან ადვილად ვუგებთ ერთმანეთს. ამდენად არ ვიცი, ამდენად თუ არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცა ერთი და ალბათ ძნელია სხვადასხვა პროფესიების ადამიანების, მე ვფიქრობ ასე ცხოვრება ერთად. და ჩვენ ყველა ერთი მიდან ვართ. თლათ ერთი პროფესიისანი არა ვართ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სცენის და კულისების შვილები ვართ.
მაკა იყო 23 წლის მე რო გამაჩინა, ამიტომ მე კარგად მახსოვს მაკას სცენაზე, იმიტომ რომ მე გავიზარდე სარეპეტიციო დარბაზში. მეც და ნატოც რა თქმა უნდა. გავიზარდე სცენაზე, კულისებში გაზრდილი ბავშვი ვარ. მე ყველაფერი ვიცოდი, როდის უნდა გამოსულიყო მაკას სცენაზე, როდის უნდა შემოსულა, რა კოსტიუმი უნდა გამოეცვალა, საგრიმერო მაგიდაზე სად რა უნდა ყოფილიყო, დავუშვათ სად ქონდა შპილკები, სად ქონდა წებო, სად ქონდა წამწამები და მე უწყობდი ხოლმე. ეთყობა იქიდან რაღაცა დამკვიდრდა ჩემში. ამ დროს აბსოლუტურად არ მიფიქრია მაგაზე. მედია ჩახავასა და კოტე მახარაძის შვილებს, მაკას და ივიკოს, ბავშვობაში საკუთარ თანატოლებთან ხშირად იმის მტკიცებაც კი უწევდათ, რომ მათი მშობლები ცნობილი მსახიობები იყვნენ. მაკა მახარაძეს ასეთი შემთხვევები დღესაც კარგად ახსოვს. მახსოვს ორი რამ, როდესაც ჩემი ძმა ივიკო მახარაძე გამოვიდა სცენაზე, სპექტაკლის სრულობის დროს სოხუმში თუ ბათუმში იყო გასტროლი და სპექტაკლის დროს ეზო იყო თეატრში და თამაშობდა. ეზოში ერთი წუთი მაცალე. შენ დედი კოინა. არ იცი? ვინ არის ჩემი დედი? დადო არ არის ჩემი დედი. და ჩემი მამიკო ვინ არის? გულულოს ვეძახით ჩვენ კოტეს, იმიტომ რომ ჩემ შვილიშვილს უფროს ამის ძმას დაარქვა გურული ხარო ყველა მხრიდანო 100%-იანიო და ესე ამაყებოდა თვითონ როგორც თავარ გურულს და გულულო და ეხლა ესენი მე ამათ იქით დაარქვეს მას გულულო. ხო და ერთ სიტყვით ეზოში თამაშობდა ივიკო, იქნებოდა 1-3-4 წლის ალბათ ამხელა და ჩემი მამიკო და დედიკო მსახიობები არიან და ეხლა თამაშობენ სცენაზეო და ნუ ეტყობა. ამაზე იყო ლაპარაკი ეზოში. არ გჯერაო ერთ სიტყვით და მოიყვანა ეს ბავშვები და გამოიყვანა სცენაზე და აი უჩვენა მამიკო აგერ არის და ანახა. მშობლების მედია ჩახავას და კოტე მახარაძის სასცენო დუეტთან არის დაკავშირებული მაკა მახარაძის პირველი თეატრალური როლი და სიყვარულის პირველი ისტორია, რომელიც ასევე უკავშირდება რუსთაველის თეატრს, მიშა თუმანიშვილსა და რამაზ ჩხიკვაძეს. ვინაიდან სუთიეთში ხედავდა და ძალიან მოსწონდა მიშას თუმანიშვილს ბავშვი, დააკავა ფილოსოფიის დოქტორში. ესე იგი ეს იყო. ეხლა კი ფარდა ამბობდა ბოლოს და ამისთვის ბავშვი გიждდებოდა და სიამოვნებით და სიხარულით. ხუთი წლის ვიყავი მე, როდესაც რუსთაველის თეატრში თამაშობდი სპექტაკლში ფილოსოფიის დოქტორი. დედას შვილი ვიყავი, დედას და მამას. მაგრამ დედა მამას იქ გაცილებული იყო სპექტაკლში და ყავდა სატრფო რამაზ ჩხიკვაძე, რომელშიც მე უიმედოდ შეყვარებული ვიყავი მთელი ბავშვობა. და ბატონი რამაზე მეუბნებოდა, რომ არაუშავს მე შენ დაგელოდებიო, შენ რო გაიზრდებიო, მე ცოლად მოგიყვანა და ნუ მოკლედ ძალიან იმედიანად ვიყავი და როცა ქალბატონი ნატაშა გამოჩნდა მის ცხოვრებაში, მე სასტიკად განვიცადა ეს ყველაფერი, ესე იგი ჩემი მთელი ოცნებები გაქარწყლდა. ხო და იყო ესეთი მომენტი, რომ დედა მაშინ პირდაპირ ეთერი იყო მოგეხსენება ტელევიზიაში ქონდა რაღაც, არ ვიცი, გადაცემა იყო რაღაცა თუ ალბათ გადაცემა რა უნდა ყოფილიყო მეტი. გადაცემა ქონდა და იგვიანებდა მოსვლას სპექტაკლზე. და იქ ესეთი სასიყვარულო სცენები ქონდათ, მაშინდელი, იმდროინდელი გაგებით სასიყვარულო მოეხვეოდნენ ერთმანეთს და ეს უკვე ამბავი იყო და იგვიანებდა დედა და ნუ რა ვქნათო ბატონმა რამაზმა თქვა, შენ უნდა ითამაშო დედას როლიო. მე ცოტა ეტყობა დავფიქრდი და იმსაც დავთანხმდი, იმიტომ რომ შანსი მომეცა. მოკლედ. იმიტომ ითამაშებდა, რომ რამაზისთან მქონდა სატფიალო სცენა.
და რამაზმა ხო სულ გააგიჟა. უთხრა შენ ხო აბა ცოტა დიდი გექნება კი ითამაშებ ვიცი შენ ტექსტი იცი ყველაფერი მაგრამ აი კაბარო დიდი გექნება უთხრა არა უშავს ჩვენ ჩქარა ეხლა დავაპატარავებთ კაბასო გესმის და მაშიც მიიღო მონაწილეობა ვითომ თავისთავად იქ ვიყავი სულ და ტექსტი ყველას ვიცოდი ყველას მიზანსცენაზე პირად ვიცოდი ვირას აკეთებდა ვიცოდი რა თქმა უნდა ხო და ერთადერთი პრობლემა ის იყო დედას კაბა ძალიან დიდი მექნებოდა. არა უშავს შემოვტეხავთო და გაგიკეთებთო როგორ აგდებული ვყავდით მოკლედ და ამ დროს დედაც მოვიდა. რაც მე ძალიან მეწყინა. და ამით ეს მახსოვს. შეიძლება იმიტომ მახსოვს რომ მე ყვებოდა ყველა და როდესაც არჩევანი საბალეტო ხელოვნებაზე გააკეთა, მშობლებს მისი გადაწყვეტილება იმის გამო არ გაკვირვებიათ, რომ ამავე ბალეტთან მათაც სერიოზული კავშირები ჰქონდათ. დღეს მაკა მახარაძე იმასაც ამბობს, რომ ბალეტის გარდა კიდევ ერთი პროფესიის არჩევა ჰქონდა გადაწყვეტილი, რომელიც ხელოვნებას ყველაზე ნაკლებად უკავშირდება, თუმცა ეს არჩევანი სისრულეში ვერაფრით მოიყვანა. ჩვენს ოჯახში იყო კულტი ბალეტის. მამას ჰქონდა დამთავრებული საბალეტო სტუდია, იყო მაშინ არ იყო ქორეოგრაფიული სასწავლებელი და სერიოზულად აპირებდა ბალეტში კარიერის გაგრძელებას თუ დაწყებას. მაგრამ შემდეგ მას ყავდა ორი კერპი ცხოვრებაში. ეს იყო აკაკი ხორავა და ვახტანგ ჭაბუკიანი. თუ ვახტანგ ჭაბუკიანი და აკაკი ხორავა, ამას მე ვერ გადავწყვეტ. და ბოლოს მაინც ეთყობა დრამამ გადასძლია და უკვე მიღებული იყო თეატრში როგორც მოცეკვავე, მაგრამ ბოლო წუთს მობრუნდა და გვერდზე იყო ყველაფერი და ინსტიტუტში ჩააბარა, იყო და არის. გვერდზე და ჩააბარა ინსტიტუტში სამსახიობოზე. ოპერაშიც სპექტაკლზე ძალიან საკმაოდ გვიან აღმოჩნდი, იმიტომ რომ სულ დრამატულ თეატრში ვიყავი ჩემ მშობლებთან ერთად და საკმაოდ გვიან, მაგრამ ეს იყო აი ეთყობა რაღაცა სულ ბალეტის ქება დიდება იყო ტელევიზორი მე 6 წელს ვიყავი რომ გაჩნდა ამ ქვეყანას საქართველოში ყოველ შემთხვევაში ამდენად არც ტელევიზორიდან მქონდა ეს ინფორმაცია მაგრამ აი ეთყობა ეს გაუთავებელი საუბრები ამათზე ვახტანგ ჭაბუკიანის ის იყო ყოველთვის ბატონი ზურაბ კიკალეიშვილი და მამა საერთოდ კლასელები იყვნენ ქალბატონი ვერა წიგნაძე, მარუშა ბაუერი, მამას პედაგოგი იყო და ამდენად სულ ეთყობა, რა ვიცი, მე ყოველ შემთხვევაში არც წარმომედგინა, რომ სხვა რამე მდომოდა. ვერა წიგნაძე მეორე დედა იყო სცენაზე მისთვის შემოქმედებაში მე ვთვლი რომ ვერა წიგნაძეა მისი დედა იმდენად გადაყოლილი იყო ვერა და ისე უნდოდა რომ თავისი გზა გაეგრძელებინა მაგას მაგრამ საყვედურის ღირსია დღემდე ჩემგანაც რომ ზარმაცი ეზარებოდა იქ ისა ურჩევნოდა სახლში გემრიელის ადგილი გაეკეთებინა. ნუ ეს განაპირობა აგრეთვე ანუკასადმი განსაკუთრებულმა ყურადღებამ და ზრუნვამ და რაღაცა და ოჯახი უფრო ეკაჩებოდა იმ პერიოდში, როცა მაკა გაიფურჩქნა სცენაზე და ესე იგი რა თქმა უნდა როგორც დედას გული ამომარდასი მქონდა ხოლმე რა თქმა უნდა ერთადერთი რაც მინდოდა
პარალელურად ბალეტთან. მინდოდა რომ ექიმი ყოფილიყავი, იმიტომ რომ დედას მამა იყო ექიმი, მე ან გინეკოლოგი გახდათ, პროფესორი ვასო ჩახავა. და აი ეს ეთყობა მომწონდა რაღაცა რომ შუაღამისას აყენებდნენ და მიყავდათ სამშობიარესთან და აი ეს რაღა არ ვიცი რატომ მე ვაპირებდი ესეთი გეგმები მქონდა რომ დღისით უნდა ექიმი ყოფილიყავი და საღამოს ბალერინა. მაგრამ ვერ მოვახერხე. საკუთარი კარიერის შესახებ მაკა მახარაძე დღეს უკვე შემფასებლის პოზიციიდან საუბრობს. ამბობს იმასაც, რომ მისი კარიერა ბოლომდე ისე მაინც არ წარიმართა, როგორც სურდა. ეს კი იმის მიუხედავად, რომ საბალეტო ხელოვნების მეტრებთანაც იმუშავა და თითქმის ყველა პარტია იცეკვა, რომელზეც ოცნებობდა. ისე აეწყო ჩემი ცხოვრება, რომ მე ბოლოს დავდექი სახასიათო მოცეკვავე. ნახევრად სახასიათო, ესე იგი პუანტებზეც ვცეკვავდი, მაგრამ უმეტესად სახასიათო ცეკვებს. და ამისთვის ნამდვილად არ მივსულ ვარ საბალეტო სკოლაში, მე მინდოდა ყოფილიყავი კლასიკური ბალერინა, მეცეკვა ჟიზელი, დონ კიხოტი, გედის ტბა, ეს იყო ჩემი ოცნება. მაგრამ ისე მოხდა, ისე აეწყო რაღაც ცხოვრება, ჩემი პირადი, ოჯახი, ბავშვები, აი ასე გამოვიდა. თუმცა ბატონი ვახტანგ ჭაბუკიანიც მე ასე ვთქვათ, იქით მქაჩავდა. და ჩემი პირადი პედაგოგი ქალბატონი ვერა წიგნაძე ხო თავისთავად. თუმცა ვერ გავამართლეთ, მას არ მიაჩნია ასე, მაგრამ მე ვერ გავამართლე მისი, ესე იგი, ის როგორი ბალერინა იყო, ახლა ჩემი მოსაყოლი არ არის. და დავდექი სახასიათო მოცეკვავე. რაღაცა საოცარი ზამთრობები ხდებოდა ჩემ ცხოვრებაში, აი რაზეც ძალიან ვოცნებობდი და ნუ არ გულისხმობ აი ამ კლასიკურ რეპერტუარს, ეს არ გამოვიდა. რაზეც ვოცნებობდი, ის თითქმის ყოველთვის მიხდებოდა. აი მაგალითად, როდესაც სასწავლებელი დავამთავრე, შეიძლება ბარც დამთავრები, ძალიან მომწონდა, ეხლა აღარ მომწონს, მაგრამ მაშინ ძალიან მომწონდა რიმსკი-კორსაკოვის ესპანური კაპრიჩი. ისე მომწონდა ეს მუსიკა, აი რაღაცა აი საოცარი ის მქონდა. მაშინ ძალიან მოდაში იყო ჰემინგუეი, ეხლა აღარავის არ ახსოვს სამწუხაროდ. და სულ მეგონა რომ აი ეს მუსიკა, რომელიც ჰემინგუეის მოუხდება, თუმცა ეხლა სულ სხვა აზრის ვარ და არანაირად არც უხდება და მაშინ ასე მეგონა. მოხდა ისე რომ მოვედი თეატრში და ნახევარ წელიწადში ბატონი გულბათ დავითაშვილი გახდათ ასეთი ქორეოგრაფი, დადგა ჩვენთან სპექტაკლი ერთაქტიანი ბალეტები და მათ შორის ესპანური კაპრიჩიო. და მე ვცეკვავდი იქ ისეთი ორი სოლო იყო და ერთ-ერთ სოლოს მე ვცეკვავდი და აი აქედან დაიწყო ჩემი ასე ვთქვათ ალბათ სახასიათო მოცეკვავეც იმიტომ უფრო დავდექი მე ვთქვი. დედა იმდენად ნერვიულობდა, ეს მახსოვს რაღაც როგორც კოშმარი, იმიტომ რომ დილიდან ხელების კანკალი იწყებოდა და ეს ეთყობა გადმოდიოდა ჩვენზე და მე არ მახსოვს რომ სპექტაკლი, როდესაც სპექტაკლი მთავრდებოდა დედას შესრულებით, ისეთი დაღლილი ვიყავი ამ ნერვიულობის გამო. მე მგონი თვითონ მაკა არ იყო, იმიტომ რომ რაღაცას გაცემდა, მაინც ის ეხლა უკვე ხვდები სცენაზე კარგავ მე ამ ნერვიულობის იმას. ჩვენ დასაწყისიდან ბოლომდე ესე მთელი დღე ნერვიულობდით და ტაშსაც მე მგონი ვერ უკრავდით იმდენად. მე მახსოვს რომ მე ვიღლებოდი, იმდენად ნერვიულობდი. ვოცნებობდი კარმენის ცეკვაზე. იმ კარმენის, რომელიც პლისეცკაისთვის დაიდგა და რომელიც შემდეგ ჩვენთან მისმა ძმამ ალექსანდრე პლისეცკიმ გადმოიტანა. ეს იყო ჩემთვის დიდი ბედნიერება და დიდი არ ვიცი, ეს ოცნებაც ამიხდა. ერთადერთი რაც საკუთარ პროფესიაში არასოდეს მოსწონდა და არც ახლა მოსწონს, ასევე პროფესიული პრობლემა დიეტაა. მაკა მახარაძე იმასაც ამბობს, რომ მისი წონის შესახებ საუბრები მაშინაც ძალაში იყო, როდესაც სცენაზე იდგა და ცეკვავდა და ახლაც, როდესაც საბალეტო ხელოვნებას უკვე სხვებს ასწავლის. ყველას არ უწევს დიეტაზე ჯდომა. არიან ისეთები, აი მაგალითად ისევ და ისევ ვერა წიგნაძე, რომელსაც ერთი დღე თავის ცხოვრებაში არ მოუკლია თავისთვის არაფერი. არაფერი არ მოუკლია. და დღესაც ისეთია, როგორიც იყო, როცა ეკავდა 3 კილო აქვს მომატებული მე მგონი და მე სადღაც 30 წლის შემდეგ მიწევდა, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია.
ძალიან ძნელი. მე მაგალითად ახლა ძალიან მიწყრებიან ჩემი ოჯახის წევრები, განსაკუთრებით შვილები, რომ ესეთი გაასუქებული ხარ და აღარა მაქვს ძალა იმის, რომ კიდე ვიბრძოლო და კიდე მოვიკლო და მოკლედ მით უმეტეს ძალიან მიყვარს გურმანი ვარ და მიყვარს ჭამა. მიდი. კავი, იქით, აქეთ. ანი, სამი, ჩქარა. დღეს უკვე პედაგოგია და საბალეტო ხელოვნებას ბავშვებს ასწავლის. თუმცა სცენის ნოსტალგია მაინც აქვს და შიგადაშიგ პროფესიულ სიზმრებსაც კი ხედავს. მაკა მახარაძის სცენასთან დაშორება შვილიშვილის, ნატო მურვანიძისა და ნიკო თავაძის შვილის, დათა თავაძის დაბადებას დაემთხვა, რამაც მოცეკვავის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ამის გამო სცენასთან განშორება ბალერინასთვის ნაკლებად მტკივნეული გახდა. მე მაგალითად უკვე მეტი ხანია წასული ვარ, მეტი ხანი არა, იმდენივე ხანია თითქმის უკვე მივატოვე ცეკვა, რამდენიც ვიცეკვე. ძნელია, მაგრამ მე ჩემ ცხოვრებაში ისე მოხდა, რომ მე გამიჩნდა შვილიშვილი ამ პერიოდში სწორედ და ჩემთვის ახალი ცხოვრება დაიწყო. ამდენად არ მქონია ესეთი ნოსტალგია, კი ეხლა სიზმარში მესიზმრება ეხლაც, რომ ძალიან მაგვიანდება სცენაზე და კოსტიუმი არ მეტევა და ვერ ვიკრავ, იმიტომ რომ ძალიან გასუქებული ვარ, ესეთი რაღაცები მესიზმრება. მაგრამ ნოსტალგია, ამათი ნოსტალგია ბავშვებთან ურთიერთობა, თუმცა ძალიან ძნელია. ეხლა თქვენ წარმოგიდგენიათ ამ ასაკის ბავშვებთან რამის მიღწევა. ისინი ელემენტარულად სცენაზე რო გამოდიან და მარჯვნივ და მარცხნივ რო წავიდნენ, უბრალოდ ფეხით სასიარულოდ, ესე ძნელია, ხო? ხო და ძალიან ძნელია, მაგრამ იმხელა ეს არის დოპინგია ნამდვილი. ოჯახში იმასაც ამბობენ, რომ დათას დაბადების შემდეგ მაკა მახარაძის ყურადღება მხოლოდ შვილიშვილზე იყო გადატანილი. ახალგაზრდა ბებიის როლს მოცეკვავე თურმე შესანიშნავად ასრულებდა. ადამავისდება ესეთი ფრაზა ვთქვი, როცა მარტო იყო ორსულად. აი მეთქი მე ხო ის ბავშვი ვერ ვიყავი, რომელსაც ბუჯგნიდან და კოცნიდან და ვეფერებოდნენ. მე კიდე ეს არ მიყვარდა, ესე ვაკეთებდი სულ, როცა მკოცნიდან. და აი რომ ვიგრძენი რომ ეხა მოდის უფრო პატარა ჩემზე, დათა, მაშინ მე ვიყავი 15 წელს და ვთქვი რომ მე შენ მე აღარ მომეფერები მე. გაჩნდა თუ განა მორჩა მოფერება, მორჩა. ნუ ძალიან კარგი, იმიტომ რომ ეხლა მე სასაკი მქონდა ისეთი რა დროს ჩემი მოფერება იყო. და მე დათუკამ გადაიტანა მთელი ყურადღება მაკასი, გადავიდა დათუკაზე. და გაზარდა ფაქტიურად დათუკა მაკამ. იმიტომ რომ იყო ჯერ კიდევ ახალგაზრდა და იყო დედობის კანდიდატი. იყო ბებია. მაღაზიაში ან ბაზარში ვთქვათ ესე მახსოვს, როცა რაღაცას ესე მიმართებ, დედა ეს ხომ არ ჯობია ან დედა, ეს ხო არ ფიქრობ ამაზე, დედა, ესეთი შეფასება ჰქონდათ ხოლმე და დათას რაც შეეხება, დათამ როგორც კი ესე იგი სიტყვები აზრებს და ამთხვია და ანუ მივხვდით რას ლაპარაკობს, კატეგორიულად მოითხოვა მაკამ რომ ბებო დამიძახეო. 9 წლის იყო, როდესაც ქორეოგრაფიულ სასწავლებელში შევიდა. ბავშვობაში რეპეტიციები და დამღლელი ვარჯიშები ნამდვილად არ მოსწონდა, თუმცა ამის გამო ბალეტზე უარი მაინც არ უთქვამს. მე როდესაც მივედი ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, მე მეგონა რომ მე უკვე ბალერინა ვიქნები 15 წუთში მაინც ყოველ შემთხვევაში და როდესაც დაიწყო ყოველდღიური ძალიან ძნელი, ძალიან ძალა გამოცლელი, როგორ თქვა სწორად არ ვიცი. ძალის ყოველად გამოცლელი მუშაობა ყოველდღიურად ერთი და იგივე. ეს იყო ჩემთვის ძალიან ძნელი მთელი ცხოვრების მანძილზე, იმიტომ რომ ეს სატრენაჟო კლასი, რომელიც კეთდება დღიდან შესვლისა ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, კარიერის დამთავრებამდე ყოველდღე, როგორც კბილის გახეხვაა საჭირო, ესე აუცილებელი ყველა მოცეკვავისთვის, რაც უფრო მეტი და დიდია, კიდე უფრო მეტად მოცეკვავე, ხო? სტუდიაში პატარებთან მუშაობს, რომლებიც რეპეტიციაზე ხშირად ტირიან კიდეც, მაგრამ ცეკვა მაინც სურთ.
ამიტომაც საბალეტო მოძრაობების ათვისებას დიდი მონდომებით ცდილობენ. მათთან მუშაობას მაკა მახარაძე თამაშს უწოდებს. ეს თამაში კი მაშინ მთავრდება, როდესაც სტუდიის დასრულების შემდეგ ბავშვები დიდ სცენაზე გადაინაცვლებენ. ამ ასაკში ყველაფერი რთულია. ეხლა ეს ჩვენ პრაქტიკულად სიარულს ვსწავლობთ და ლაპარაკს. შეიძლება ითქვას ამ ასაკში. აგერ ბავშვი ვერ გავაჩერეთ ტირის და ტირის. მშობლები არ მეთანხმებიან, ვეუბნები რომ პატარაა, ჯერ არა, იმიტომ რომ სახლში სულ ცეკვავს და სახლში რო ცეკვავს ეს ერთია, ყველა ბავშვი ცეკვავს სახლში და ყველას, მაგრამ გაკვეთილი სხვა რამ არის, ხომ ჩვენ თხოვთ ბავშვებს გააკეთონ კონკრეტული მოძრაობები და კონკრეტულად უნდა იქცეოდენ, ასე არა, რა თქმა უნდა, ასე არ უნდა ხმაურობდნენ. რა ამბავია? არა, რა ამბავია? მობრძანდით აქ ცოტა ხანი, მობრძანდით აქ. ხარდება 38-40 წლის ასაკში საერთოდ ბალეტობანა მე ვგულისხმობ პროფესიული და ჩვენთან ყველაზე დიდი 12 წლის არის, უკვე 12 წლამდე მაქსიმუმ. შემდეგ დაუშვა თუ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში უნდა განაგრძოს ბავშვმა თუ მას აქვს შესაბამისი მონაცემები, რაც საკმაოდ იშვიათობაა. ახლა საბავშვო ბაღის ხო და საკმაოდ იშვიათობაა და ის ვინც განაგრძობს საბალეტო ქორეოგრაფიულ სასწავლებელში სწავლას ის 11 წლიდან ეს 4 კლასს რო ამთავრებს გადადის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. ნუ ეს სხვადასხვანაირად არის, ზოგი აქ მოდის 3 წლის, ზოგი 5-ის. საერთოდ ნუ 5 წელი არიან ჩვენთან ბავშვები. დღეს ნაკლებად საყვედურობენ იმაზეც, რომ დღის უმეტეს ნაწილს მაკა მახარაძე სტუდიაში პატარებთან ერთად ატარებს და ოჯახის წევრებს იმდენივე დროს ვეღარ უთმობს, რამდენსაც ადრე ახერხებდა. მე ის თან რო აღარა ვარ მეთქი სულ ვამბობ, იმიტომ რომ როდესაც ვცეკვავდი, როცა აქტიური მოცეკვავი ვიყავი, მაშინ აქტიური დიასახლისიც ვიყავი. ხო რომ მახსენდება ძალიან ძნელად წარმომიდგენი, იმიტომ რომ სპექტაკლის დღეს მე შემეძლო გამეკეთებინა სადილი. იყო ესეთ შემთხვევა, რომ იატაკიც მომიხეხია, მესრულებითაც არ ვამბობ, რომ ეს სწორია, ეს არ არის პროფესიული მიდგომა საქმისადმი, არანაირად. არანაირად არ არის გამართლება ამის. მაგრამ აი ესეთ თავდადებული დიასახლისი ვიყავი და სიამოვნებდა ეს, არავინ არ მაძალებდა, ახლა ვინ დამაძალებდა, მე შემეძლოთ სრულიად თავისუფლად მეთქვა, რომ ეს სპექტაკლი მაქვს, უნდა დავისვენო, ფეხები ზევით შემომეწყო ასე ბალიშებზე და ვერც ვერაფერს მეტყოდა, მაგრამ მე ეს მომწონდა. მაგრამ გაახლა რა თქმა უნდა ასაკი თავის აშვება, მე ამას ვერც გაუძლებ, ესე დატვირთვას ახლა ვერანაირად, ხო? და თანაც უნდა გითხრათ, ჩემი ეს სტუდია მთლიანად მინდობილი ვარ ამ სტუდიას. დილას რო გავდივარ სახლიდან 9:30-ზე შემოვდივარ და ვერანაირად მე რომ მოვა ადრე, რომ მოვიდოდი კიდე ადგილს გავაკეთებდი ხვალისთვის. ახლა გამორიცხულია მის გაკეთება. ამდენად ჩვენ გვეხმარება არაჩვეულებრივი შორენა ყავს, რომელიც ჩემს ვამბობ, რომ მაკა ზამინიცილი ვიძახე. შემცვლელი ასე ვთქვათ, ჩემი დუბლიორი. ეს კაბინეტი. ეს კაბინეტია. საკომპიუტერო ოთახი. ნუ ყოველ შემთხვევაში კომპიუტერთან მე არანაირი ურთიერთობა არ მაქვს. ჩემი ყველაზე ნაკლებად არის ეს. იმიტომ რომ არ ვიცი, ჯერ ვერა. ვერ დაუმეგობრდით. არა, ნუ არც მჭირდება ახლა მართალი რო გითხრათ, მაგრამ მგონია რომ ძნელია, მაგრამ მე რო ხვდები რომ არც ისე ძნელი გააჩნია რას აკეთებ, რა თქმა უნდა. არც ისე ძნელია ხო, მართლა ყველა მაღაზიაში დგას და ყველას შეუძლია გააკეთოს და ალბათ ერთი პერიოდი დავეწყე სიარული კურსებზე კომპიუტერის.
მივხვდი რომ ვერა. მაკა მახარაძე შვილების პროფესიული არჩევანით ნამდვილად კმაყოფილია, რადგან ორივე ოჯახურ ტრადიციას გაყვა და ხელოვნებასთან დაკავშირებული საქმე აირჩია. ანუკა მურვანიძე ცნობილი ვიზაჟისტია, ნატო მურვანიძე მსახიობი. მესამე თაობა, დათა და მაკა თავაძეები, რომ ქიმიკოსები და ბიოლოგები არ გამოვლენ, ამაში მაკა მახარაძე უკვე დარწმუნებულია. ტრადიციას ისინით გააგრძელებენ, დათა რეჟისორობას აპირებს, პატარა მაკა კი უკვე ცეკვავს. სხვადასხვა გამოცდაზე იყო მოდელი მაკა. მე ვაბარებდი მაკა მოვიხმარე, რასაც ვაკეთებდი საგამოცდო ვერსიას, იყო მაკაზე გაკეთებული და იქაც მეხმარებოდა დედა. როგორც აი. იცი რა არის ძალიან მოწონს ასაც ვაკეთებ და თვითონ ამბობდა ვერც მოვიფიქრებდი მაგას ეგეთი რაღაცა ჩემი შვილისთვის ამ დროს იყო ანუ რას გააკეთებს და აბა როგორი იქნება კარგვა ეხერხება ეს ეხება ეგება კეოს ეგება რაღაცა ვაკეთო ეგება ბაბა ეგება ხატო ისეთი ბავშვი ვიყავი მიბნეულ-მობნეული და უცბად რაღაც კონკრეტული რო ავირჩიე ძალიან თვითონ გაეხადა თვითონ რო ავირჩიე მოეწონა და ძალიან ასე თქვა ბალერში ყოფს დედა ჩემ გადაწყვეტილებაზე მე მგონი საწინააღმდეგო ყოველ შემთხვევაში ესე მახსოვს საწინააღმდეგო არაფერი არ ქონია თუმცა იყო იქ რაღაც სხვა ვარიანტების თქვათ ჩემი პროფესიის არჩევანი როცა დადგა მომენტი რომ ამერჩია იყო კიდე სხვა ალტერნატიული გზა მამაჩემის ხაზით რომ წავსულიყო მაგრამ მე მგონი საწინააღმდეგო არაფერი არ ქონია. ერთადერთი რაშიც მეწინააღმდეგებოდა ეს იყო ის რომ ჩემი ბავშვობის ოცნება იყო რომ ყოფილიყავი ბალერინა და მაკას ეს არ უნდოდა, იმიტომ რომ არ მიაჩნდა რომ ის მონაცემები მაქვს რომელიც არის ამ პროფესიისთვის დამაკმაყოფილებელი და ეს იმდენად რთული და სერიოზული პროფესიაა რომ ალბათ ვეცოდებოდი ასეთი შრომისთვის ესე ტყუილად. მე ვიყავი ძალიან მწყნარი ბავშვი. და იდეას მოგონებებში ერთი რაღაცა მე მაშინ შამპუნები არ იშოვებოდა და ჩამოიტანეს მოსკოვიდან ჩვენთვის შამპუნები. რაღაცა ის იყო დათუნია და მე დავალქვი მამაკა, რატო არ ვიცი. ნატოს ყავდა ცისფერი, მე მყავდა ვარდისფერი. და მე ეს მამაკა ავიღე და ჩავცალე მთელი ბოთლი იმაში, რა ქვია, წყალი მოუშვი, წყალი აბაზანაში, არა აბაზანაში. და ეს ბუშტები რო გავგიჟდი და მაკა შემოვიდა და ეს იყო დაქნა ბავშვმა. მე მაკას გაბრაზება, როგორცაც ეს იყო რომ მაშინ ძალიან გამებას თითი მიქნია. ესე ვიყურებოდი. ეს იყო და მე იყო რომ როცა თუ დაახსოვს ჩავიდენდი. ბუნებრივია ხარ, სულ ჩავიდენდი, ახლა სულ კარგი ბავშვი კი არ ვიყავი. ერთი გამოხედვა იყო საჭირო. და მე თავს ხრიდი ესე. მაკას ხმამაღალი ხმა არ გაგვიგია წლების მანძილზე. ეხლა აგიჟებენ ხოლმე ბავშვების სტუდიაში და ხანდახან მაკა რო ყვის ესე იგი ძალიან გამოვიდა მდგომარეობით. კარგად ვიმუშავეთ, ისე რომ არაფერი არ დარჩა იმ შამპუნისგან. ეს ახსოვს მაკას, ესე იგი აქედან გამომდინარე, ხშირად არ ვაშავებდით ალბათ. თვითონ ყოველ შემთხვევაში ასე იძახის, რომ ეს რახან მახსოვს, ესე იგი არაფერს ისეც არ აშავებდითო. ნატო მურვანიძის მიერ შესრულებული როლებიდან ყველაზე მეტად მაკა მახარაძეს ანტიგონე მოსწონს. თუმცა ამის შესახებ მსახიობმა შვილმა დღემდე არაფერი იცოდა და ჩვენგან შეიტყო. ანტიგონე. ნამდვილად. ეს ძალიან ისეთი იყო ჩემთვის, ეს თემურმა იმშალა მასთან. ეს თემური იყო პრაქტიკულად კრეონის როლში, ხო? ბიძა იყო მისი. და ძალიან მისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი სახეა ეს. გაორმაგებული იყო ეს, გასამაგებული, იმიტომ რომ ნიკუშაც იყო სპექტაკლში. შეიძლება ამიტომ არის, თქვათ, არ ვიცი, ახლა მე ამ შემთხვევაში ვერ ვიტყვი, რომ თქვათ ეს სპექტაკლი ყველა სპექტაკლს ერჩივნა. შეიძლება არ ვიცი, ჩემთვის არაფერი არ ვთქვამს. მე ახლა ძალიან გამიხარდა რომ ანტიგონე უყვარს. რა თქმა უნდა, ობიექტურობას კარგავ მაგ მომენტში და ყოველთვის ძნელია, ძალიან ძნელია იყო ობიექტური დედის, მამისადმი, ძმისადმი. ხა თემურს ამასინათ მეკითხება რაღაცა თემურ სპექტაკლი ნახეო მოსკოვში რომ გააკეთა დითიაჩი, კატერინა იზმაილოვა. როგორია? მე ვთქვი, რატომ მეკითხებით მე როგორია თემური სპექტაკლი? არა ვარ მე ობიექტური, ვერანაირად ობიექტურად ვერ გამსჭი.
თუმცა ეხლა არც ისეთი ისა ვარ, მაგალითად ნატოს რაღაცა თუ არ მომწონს და ესა ვეუბნები ხოლმე და უზიარებ ჩემს და ისიც ყოველთვის ამას იღებს. რა თქმა უნდა, ეს ეხება უფრო პლასტიურ მხარეს, რაც ნატოს დაუშვათ როგორც ითვლება რაღაცით გამოარჩევს სხვებისგან. ეხლა ბოლო პრემიერას დავაფიქსირე, რომ არაფერი არ მითხრა. სახლში მივედით სპექტაკლის შემდეგ. არაფერს არ მეუბნება. ვიფიქრე, რომ დავიღუპე. და ბოლოს უკვე 1-3-4 საათის შემდეგ სამზარეულოში დედა ასე არ მოგეწონა რომ არაფერს არა როგორ არ მომეწონა მაგრამ აი არ ვიცი აი ნაკლებად იცის თავისი აზრის ესე მე მგონი უფრთხილდება ყველას არ ვიცი მაკა მახარაძეს კარგად ახსოვს არა მხოლოდ მშობლებთან ერთად თეატრის კულისებში გატარებული ბავშვობა, არამედ სკოლას, მშობელთა კრებებიც და დამალული სასკოლო დღიურებიც, რომლებსაც უმეტესად ვერავინ ამოწმებდა. ჯობდა არ ჩაეხედათ ჩემ დღიურში და მე ვმალავდი. ხო და მშობელთა კრებაზე დადიოდა ხოლმე მამიდა. მამიდა ჩემი გუგა მახარაძე, რომელსაც ასევე ქორეოგრაფიული სტუდია დაამთავრა საბალეტო მამასთან ერთად, ერთი წელი იყო სხვაობა, მაგრამ ერთ კლასში იყვნენ. და დადიოდა ხოლმე ყოველთვის ჩემი მშობლები, ისევე როგორც მე და ჩემი შვილებიც ასევე, ჩემი შვილიშვილების კრებებზე მე დავდივარ. დედას შემთხვევაში დედა და მამა ზედმეტ მეურვეობა ამ ხრივ ნამდვილად არ ქონია, მაგრამ ვერ მოგიტან წყალს, აგერ მშობლები ყავს, ძმა, ბებო, დიდი და წადი და შენ თვითონაც შეგიძლია დალიოთ. არ მოგიყვანენ. ერთი წუთით წადი დალია და მოგიყვანენ. არა. მაშინ მოითმინე. არასოდეს არ დადიოდა მშობელთა კრებებზე. 1-2 იყო და გამოძახებული დირექტორთან ერთხელ ნატოსთან მე მგონი და მეორეჯერ ჩემთან. თუ რაღაც ესე არ მახსოვს მე კონკრეტულად რაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ ნუ როგორც ყველა ბავშვს ჩვევია რაღაცა სისულელი გაგვიკეთებია და მაკა. ანუ მაკა არ ერეოდა ჩვენ რა ქვია პრობლემებში ბავშვობიდანვე ცდილობდა რომ ჩვენთან გადაგვეწყვიტა და ყოფილიყავით ასე ვთქვათ ჩვენ თვითონ არჩევანი გაგვეკეთებინა ცუდის და კარგის. რა თქმა უნდა გვეუბნებოდა რომ ეს ცუდია, ეს კარგია, მაგრამ ანუ ეს ის დედა არ არის, რომელიც მიყვები ესე და გეტყოდა ეს თეთრი ეს შავი თვითონ ასე ვთქვათ გვიშვებდა ესე ვიტყვილოთ ნაპრაიზულს ვიძვი. და კარგიც იყო ჩემთვის და ნატოსთვის, იმიტომ რომ მე მგონია ესეთები გავიზარდეთ ჩვენ თავის პატრონები და თუმცა ძალიან ვართ მაკაზე დამოკიდებულები. სურვილი ტყუილის თქმის არასდროს არ გაგვჩენია არც მე არც ანუკას, იმიტომ რომ არ გვეკრძალებოდა არაფერი. ამიტომ აი ვთქვათ ერთადერთი შენიშვნა რაზეც მაქვს მე მიღებული ეს იყო, როდესაც დავაგვიანე სახლში მოსვლა და მითხრა რომ გახსოვდეს, როდესაც აგვიანებ, თქვათ მე თუ გელოდები 9 საათზე, შენ მოდიხარ 10-ზე. ეს 1 საათი მე ძალიან ნერვიულობ. და ეს გახსოვდეს, ეს 1 საათი დამირეკე და მითხარი რომ მაგვიანდება და თუ ვერ მირეკავ, მაშინ ჩემი ხათრით მოდი 9 საათზე. აი ეს იყო ერთადერთი ესეთი შენიშვნა, რომელიც მე მახსოვს და იმის შემდეგ სურვილი არ გამჩენია რომ მეორეც არ დამერეკა, ან დამვიწყებოდა დედა. მაკა მახარაძის ოჯახში არსებობს ტრადიცია, რომელსაც ამავე ოჯახის ყველა წევრი დღემდე მისდევს. საღამოობით ისინი ყოველთვის საუბრობენ განვლილი დღის შესახებ. ყველაზე ხშირად კი ამას თავად მაკა მახარაძე აკეთებს. დედა მედია ჩახავა დიდი ხანია შეეჩვია იმას, რომ შვილმა მთელი დღის ინფორმაცია დეტალურად უნდა ჩააბაროს. ამჟამად ქალბატონი მედია ჩემთან ცხოვრობს, იმიტომ რომ ხო
ძალიან სულ გვინდა რომ იყოს ჩვენთან, მაგრამ რასაც მიჩვეულია ხო ითით როგორ არის ხოლმე საერთოდ თავის საწოლი უყვარს თავისი ადგილმდებარეობა და ეხლა გადმოვიყვანეთ ჩვენთან გადმოვიბირეთ. ბავშვებს ძალიან უყვართ დედასთან ყოფნა, მე გულისხმობ ჩემ ბავშვებს უკვე ბავშვები აღარ არიან, მაგრამ შვილთა შვილებს მის შვილიშვილებს და ეხლა ამ წუთას საკარ, მაგრამ როდესაც თავისთან არის სახლში ვერ გეტყვით რომ ეს ყოველდღე ხდება, თუმცა დღეში რამოდენიმეჯერ ტელეფონით აუცილებლად ეს დედა არ გაკეთო რა მაინც ეს იხმაურებს მეგობრა. იმიტომ რომ დედამ ეს მიგვაჩვია ამას, რომ აუცილებლად ყოველდღე, აი ამ აუცილებლად არ არსებობს რომ მე ისე დავწერო დედას არ ჩავაბარო მთელი დღის ინფორმაცია, ესე იგი რა იყო, როგორ იყო. ეს ტრადიცია რომ მთელი დღის ნამოღვაწრიდან გამოტანილი დასკვნა მოქონდა სახლში ყოველ ჩვენგანს და ვუზიარებდით ერთმანეთს იმდენად რამდენადაც მე მგონი ეს აუცილებელია და ალბათ ასე ხდება ყველა ოჯახში. როცა რაღაცა განსაკუთრებული ხდება ჩემს ცხოვრებაში, საქმიანობაში ძირითადად ურეკავ დედას და უყვები. შეიძლება ის გავაკეთო და აბა და ყოველთვის მე მეკითხა, არა მოხდა, როგორ მოხდა და სხვათა შორის რამეს თუ ვაკეთებ, ვეკითხები მაგას. და მაგარი ძალიან კრიტიკული ეს ის დედა არ არის, რომელიც იტყვის, რომ ჩემი შვილი ყოველთვის კარგს აკეთებს. არაფერი არ შეგიშალოთ, ყოველთვის არის კრიტიკული, იტყვის, რომ აი შენ უკეთესად შეგეძლო. ეს არ იყო ის შენი საუკეთესო ნამუშევარი, ანუ რა არის, ცოტათი გოიმობა შეგება, ან რაღაცა ეს პირდაპირ მეუბნება ყველაფერს, რაც თავარია, ჩემთვის არის ესეთი სწორებასავით, რომ დედა თუ იტყვის, რომ ისე რა, ესე იგი მე უფრო კარგად ვიმუშაო. თუ იტყვის, რომ ძალიან კარგია, მომეშვება გულზე, ესე იგი მართლა კარგია. ძალიან, ასე ვთქვათ, ობიექტურია და მე მშველის. ოჯახში საუბრობენ იმაზეც, რაც ყველაზე მეტად აერთიანებთ, ხელოვნებაზე შესრულებულ როლებსა და მაყურებელზე. ამ დროს კი კრიტიკა ყველაზე მეტად არის დაშვებული. სხვათა შორის მაკა მახარაძე იმასაც ამბობს, რომ მისთვის ემოციურად ყველაზე რთულად გადასატანი, თუმცა მაინც სასიამოვნოა ის ფაქტი, როცა სცენაზე მისი ოჯახის წევრები, დედა მედია ჩახავა, შვილი ნატო მურვანიძე და სიძე ნიკო თავაძე ერთად დგანან. ამ დროს მას მაყურებლის როლში ყოფნა ყველაზე მეტად უჭირს და ობიექტურობასაც კარგავს. ბავშვობიდან მახსოვს, თემური როცა დგავდა სპექტაკლს, ან მაკა როცა პრემიერას იცეკვებდა, ან მურაზის რო ქონდა პრემიერა, მედიკოს, ნუ მაშინ ჩვენ პატარები ვიყავით, მე მახსოვს როგორ მიდიოდა მე მაგის განხილვა. და როგორ ობიექტურად იყო, ასე ვთქვათ, აი ეს მოთელვა იმის, რომ ეს კარგი იყო, ეს ცუდი იყო, ეს ოჩახში ამ შემთხვევაში, აქ რაღაცა ის არ გამოგივიდა. ეს იყო არაჩვეულებრივი ჩემთვის მოსასმენი და ნატოსთვის. ეხლა ეს გამოგვადგა. იგივე სიტუაცია, პრემიერა, მე მიდის ამის განხილვა. თუ მაყურებელი ტაშს უკრა და ჩვენ რო სახლში მოვდიოდით, ასე მაგიდის გარშემო ხდებოდით და ყველა შენიშვნით იწყებდა, იცით, რაღაცა რაც ქონდა, იქნება რაღაცა ბემაქს და გედავებით თქვენ რაღაცას, რომ ეს ასე კი არა, მე მგონია, ასე უნდა ყოფილიყო. და ისიც თავისას დაამტკიცებს, ესე იგი, თუ აქ დასამტკიცებელი ან დაგეთანხმება, დაგიჯერებს, რომ ეს აუცილებელი ასეთი და ასე მოვდიოდით ჩვენ ოჯახში. შენ მოუყევი, აბა დადადოს ეძახის მედიკოს მანინა, მაკუნა. აბა მოუყევი დადადო როგორი არის, ვინ არის შენთვის? ბებო. ბებოსთან რომ მიდიხარ ხოლმე, მე რას აკეთებ იქავ? თამაშობ ხოლმე. ფრანჯება. რას თამაშობ ხოლმე და კიდე რას აკეთებ? ნემს რო უკეთებ ხოლმე? ნემს უკეთებ. აბა? იცი ნემსის გაკეთება? ესე იგი რამდენი რამე იცი? ცეკვა იცი? თამაშიც იცი. კიდე. კითხვა იცი კიდე. და ლექსები. არა, კითხო მართლა იცის. გაგიკვირდებათ, მაგრამ ორი ქართული და რუსული ალფავიტი იცის. Муха, таза, лочиная буха, муха попала, пошла, муха дедушку пошла. Пошла муха на базар и купила самовар. აბა? Приходите, приходите.
муха, муха. თავიდან გასო, გააგრძელე ჯობია. Муха, муха, цокотуха, пошла бруха. Муха попали пошла, муха дедушку пошла. Денежку нашла. Не дедушку, а денежку. Нашла. Пошла муха на базар и купила самовар. Всё, молодец. Молодец. Хо.